დღის პოლიტიკა. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუა დღის პოლიტიკა FM 98-სა და 5-ზე რადიო სივრცის ეთერში. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ვაგრძელებთ შუა დღის პოლიტიკის მეორე სეზონს. ჩვენი გადაცემის ეს სეზონი, როგორც მოგეხსენებათ, ეძღვნება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას და თუმცა რა თქმა უნდა ვაშუქებთ სოფლიოში მიმდინარე მოვლენებსაც და ვცდილობთ ძალიან საინტერესო სტუმრები მოვიყვანოთ. მე გურამ ნიკოლაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ამერიკის მისისიპის უნივერსიტეტიდან, ქალაქი ოქსფორდი და მასთან ერთად შევეცდებით ვილაპარაკოთ აი ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, რაც დღეს ჩვენ ვხედავთ სოფლიოში და ეს დავარქვით, რომ ეს არის ძალიან შეცვლილი მსოფლიო, რომელიც თითქოს შეიშალა, ხო? პირველ რიგში ყველაზე აქტუალური თემა ეს არის ის საკითხი, რაც პროცესი, რაც მიმდინარეობს ირანის გარშემო. გიორგი ამერიკაში ცხოვრობს, მე საქართველოში, აქ ცოტა განსხვავებულად უყურებთ ხოლმე რაღაცა პროცესს და ძალიან ამ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ეს დამოკიდებულება, რომ ვცდილობთ დავინახოთ ხოლმე იმის მიღმა, ვიდრე ეს თითქოს ზედაპირზე ჩანს. იმიტომ რომ მედია გახდა ერთგვარად ცოტა ესეთი ზედაპირული და манипуляციის სერიოზული, ესე ვთქვათ, შემცველი. აი მაგალითად, ისაც ჩვენ ნახეთ, როდესაც 22 ივნისს რატომღაც სიმბოლურად ამ თარიღზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე პირდაპირ ჩაერთვა იმ ოპერაციაში, რაც ისრაელი აწარმოებს ირანის წინააღმდეგ და დაბომბა მისი 3 ატომური ესე ვთქვათ, წერტილი. მე მაინც მომეჩვენა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ესე არ არის, როგორც ჩანს. ჩემი აზრით, აი რამდენიმე ფაქტორი არის, რომელიც ასევე მედიაში გაჟონა, უბრალოდ ამას დავაკავშირეთ ერთმანეთთან, შეიძლება სხვა სურათი მივიღოთ. პირველი ეს არის რუსეთის მონაწილეობა აი ამ პროცესში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ შესაძლოა შედგა სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის, რომელიც მოყვა რუსეთში უკრაინის მიერ საავიაციო ბაზების თუ თვითმფრინავების დაბომბვას. იქ იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ იქნება აი ირანის საკითხში რუსეთი ჩართულიყო, გახსოვთ ეს. რუსეთს აქვს მართავს ირანში ატომურ სადგურებს. ბუშერის ატომური სადგური, ერთი რეაქტორი აშენებულია, ორზე მშენებლობა მიმდინარეობს და ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელა პირველად აი ეს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ დაბომბამდე 2 დღით ადრე იყო მანქანები, მოკლედ მიყენებული, რაც ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა იქიდან ის ატომური მუხტები და ესე ვთქვათ, გამდიდრებული ურანი შეიძლება გადადგილიყო. ბუშერში არ ამდიდრებენ, ვერ გამდიდრებენ. ბუშერი სხვა ტიპის სადგურია, ხო, მაგრამ ოთხოში რუსი სპეციალისტები არიან და მათ რაღაცნაირად ეს აქვთ დამოკიდებულება ამ საკითხთან. და შესაძლოა იყოს, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ შეინიშნება არაფერი თქვა რადიაციული გაჟონვა ან ასე შემდეგ, რაც აჩენს ეჭვს იმისას, რომ მე მაგალითად მაქვს ესეთი ეჭვი, რომ ეს არის არაესკალაციის ახალი ფაზა, არამედ პირიქით ტრამპს სჭირდებოდა ერთგვარი სახის შენარჩუნება, რაღაც პასუხი უნდა გაეცა ისრაელისთვის, მაგრამ ამავე დროს უნდა რომ თან აქედან რაღაცნაირად გამოვიდეს. ეს არის უბრალოდ ჩემი შთაბეჭდილება, რაც მორჩება და ჩვენ მეც და მსმენელსაც გვაინტერესებს, შენ როგორ უყურებ ამ მიმდინარე პროცესს. გლობალურადაც და აი ამ კონკრეტული კონფლიქტის ჭრილშიც. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ეს გამოჩნდება. რეალურად იყო ერთჯერადი აქტი, თუ ეს იყო ესკალაციის ახალი ფაზის დასაწყისი და აქ ძალიან ბევრი სხვათაშორის დამოკიდებულია ირანზე, იმიტომ რომ ირანი ეხა არის, ზოგადად მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ იმ კუთხით უპასუხოს თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ არ პასუხი შეიძლება შიდა თვითონ რეჟიმის, რომ აი შიდა მოსახლეობასთან მიმართებაში და ასე ვთქვათ, შიდა პოზიციონირება დაარტყას და პასუხი იწვევს ამერიკასთან ახალ ესკალაციის ტალღას, რომელიც შეიძლება რეჟიმს უბრალოდ გადარჩენად, ანუ არ უნდა აწყობდეს, ხო, ირანს პირდაპირ ამერიკასთან. ამ კუთხით ირანი ძალიან რთულ სიტუაციაშია. რაც შეეხება თვითონ ამ დარტყმებს, ეს დარტყმები ამ ხრივ ბენიამინ ნათანიაჰუს ასე ვთქვათ აუხდა, არ ვიცი, 10 არა ალბათ გვინახავს 95 წლიდან ეს კაცი ამბობს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ქმნის. ხო და პრინციპში მთელი ცხოვრება ღიათ აცხადებდნენ, რომ ჩვენ ამას არ და სხვათა შორის მარტო ბენიამინ ნათანიაჰუ არა, ხო, არაერთი მე ობამა მახსოვს გაეროს ტრიბუნიდან
ამბობდა რომ ჩვენ ვერ დაუშვებთ რომ ირანმა შექმნას ბირთვული იარაღი და როგორც ამბობენ ხო ყველა all options on the table ხო ყველა შესაძლებლობა განიხილება. უბრალოდ ტრამპი აღმოჩნდა პირველი პრეზიდენტი რომელმაც გადადგა ეს თქვა ყველა შესაძლო ვარიანტიდან მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო კომპონენტის ჩართვის. თუმცა ესეც მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ალბათ ისრაელმა ასე ვთქვათ სრულიად მოასუფთავა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაც, იქ რაღაცა წინააღმდეგობის კერებით, რაც ტრამპს ასე ვთქვათ გაუჩინა და განხორციელდა, რომ არანაირი წინააღმდეგობა იქ არ იქნებოდა. და განახორციელეს ოპერაცია, რომელიც კიდე რა თქმა უნდა უკან დახიეს და რა თქმა უნდა რა გაანადგურეს და როგორ გამოჩნდება. ეხლა პრეზიდენტ ტრამპი აწუხებს რომ ყველაფერი გავანადგურეთ. თუ ყველაფერი გავანადგურეთ, აბა რაღაცია ომი, ხო? მაშინ თუ ყველაფერი, რა თქმა უნდა ყველაფერი არ განადგურდა და უკვე ამერიკულ პრესაშიც იწერება, რომ აი ის ირანს ის გამდიდრებული urani 60 და ეგეც საინტერესო საკითხია, ხო? ბუშერს და სხვა, ანუ ობამასთან დადებული ხელშეკრულება და ზოგადად ეხა სამოქალაქო რეაქტორს ჭირდება თუ არ ვწდები, ეხა მე ფიზიკოსი არა ვარ, 3-დან 5%-მდე. ირანს აქვს და ეს ატომურ საერთაშორისო სააგენტოც აღიარებს 60%-მდე გამდიდრებული urani, რომელიც დაფლული არ იციან ბოლომდე განადგურდა თუ არა და გადაიტანეს თუ არა. ხო არის კითხვა, რომ აი რა თუნდაც 60%-მდე urani. ზოგადად ეს ბირთვული პროგრამა რა თქმა უნდა ბევრ კითხვას აჩენს თვითონ ირანისთვისაც, ანუ დაახლოებით 10-15 წელია სოფლიო გემუქრება რომ დაგბომბავთ. მაგრამ ეს სიჯუტე რომ გავაგრძე. ხო, მაგრამ ნახე, პაკისტანს აქვს ატომური ბომბი, ინდოეთს აქვს ატომური ბომბი. უკანონოდ ისრაელსაც კი აქვს ერთი ცალი სადაც გადანახული და ჩვენ ვიცით ის დოქტრინაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და ფილმებიც კი აქვს ამაზე გადაღებული, რომ ის რო ბირთვული საფრთხე არ დადგეს, ამის საჭირო რომ მოწინააღმდეგებს ჰქონდეთ, რომ ეს გათანასწორდეს, ხო თუ ერთს ეკნა, შეიძლება გაუჩნდეს სხვასაც. სხვაშორის არსებობს ლეგენდა, რომ საბჭოთა კავშირი, რომელმაც უფრო მეორემ შექმნა და ამერიკის მერე ეს ბირთვული ბომბი ვიღაცები დაეხმარნენ კიდევაც, ნუ ეს ლეგენდებია, იმიტომ რომ ეს გათანასწორებული იყო მარტო ამერიკას ჰქონდა, და ამ დროს არსებობდა იაპონიის პრეცედენტი, ხვალ რა ვიცი რაში გამოიყენა. ლეგენდებიც არის და იქ ხა ამერიკის მარცვლებიც. იდეური კომუნისტებს ხოთა შორის იქ არანაირი ფული იქ არ იყო, იდეური კომუნიზმი, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ საბჭოთა კავშირს, ხო, ეხა ეს იდეოლოგია მე-20 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. და ამიტომ მე რაც წავიკითხე არსებობს ეგეთი ვერსიაც, რომ იცი რა არის, შეიძლება ეს იყოს ტრიგერი ირანისთვის, აი ნახე ჩვენ რა მოგვივიდა და ის კი არა რუარი უნდა ვთქვათ, არამედ ირანი, წარმოიდგინე ირანი როგორც სახელმწიფო თავისი რამდენიმე 1000-წლოვანი ისტორიით, წარსულით და თვითმყოფადობით და რაღაც განცდით, ხო? და პირიქით უნდა შევქვნათ ნებისმიერ ფასად იმისათვის, რომ ეს თავი დავიცვათ. მეორეს მხრივ, მათ გააჩნიათ ეს აბსოლუტურად ისლამისტური დამოკიდებულება თავის კონსტიტუციით, პრეამბულით და მუხარებით, რომ ვიღაცები არ უნდა არსებობდნენ, რაც იქცა მთავარ გამმამართლებელ საკითხად იმისათვის, რომ მას ზეირიში მიეტანათ. ხო, ანუ ეს ორი თემა მნიშვნელოვანი. ერთი კი, ინდოეთსაც აქვს და პაკისტანსაც, უბრალოდ ისრაელისთვის ეს გვინდა ჩვენ ეს თუ არ გვინდა, ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე. ირანი, იმიტომ კი არა რომ ირანი გამოიყენებს, ჯერს ერთი დაღმერთმა დაიფაროს, ალბათ არ გამოიყენებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ისრაელი არის საქართველოზე პატარა, ხო? დაახლოებით ქართკახეთის ხელა ისრაელი, ხა კვადრატი არ დავიწყებ თულას, მაგრამ საქართველოზე პატარაა, ხო? იქ ისიც არ არის რომ ისრაელსაც აქვს იქ მეორე დარტყმის შანსი რჩება თუ არა და მით უმეტეს იქ თელ-ავივს იქ ძალიან პატარა მონაკვეთში ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს. ანუ ეს ირანი, ისრაელი სხვადასხვა პარტიების მეთაურობით და სრული კონსენსუსია ისრაელის პოლიტიკურ სპექტრში, რომ ჩვენ ვერ დაუშვებთ რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ხო რაღაცა მარგინალური პარტიების გარდა სხვა პრემიერ-მინისტრიც რომ მოვიდეს და რაც შეეხება იმას გეთანხმებით, თუ რეჟიმი გადარჩა თუ და ეს არის დიდი დილემა, იმიტომ რომ კი ბატონო ნათანსაც დაბომბა ფორდოსაც იქ არ ვიცი ხა ეკონომისტს ედო ეს ბუნკერის კუნეტელი ბომბი ჩადის 60 მეტრამდე და ეს თვითონ ეს გამამდიდრებელი ქარხანა არის 100 მეტრის. ესეც ხო კითხვა არ ნუ თუ მშვიდობიანი urani კლდეში რატო კვეთ ურანის გამამდიდრებელ ქარხანას თუ მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები გაქვს, მაგრამ დააზიანებენ და წლებს გადაწევენ, მაგრამ თუ რეჟიმი გადარჩა, რა თქმა უნდა, სტიმული რომ ატომური იარაღის შექმნან არის და არის მარტივი მიზეზის გამო, ხო? რაოდენად ოდიოზური და შეშლილი რეჟიმი არ იყოს ჩრდილოეთ კორეაში, ჩრდილოეთ კორეას თქვენობით ელაპარაკებიან ზუსტად იმიტომ რომ ატომური იარაღი აქვს. და მუამარ კადაფიმ, რომელსაც 2003 წელს დახურა ატომური პროგრამა, ნუ შეეშინდა ეს სადამის გამო,
რა ბედი ეწია მუარ კადაფის კი ვიცით და ის ლოგიკა რომ ატომურ იარაღი არის ასე ვთქვათ სადაზღვევო პოლისი რაუდენ შეშლილი რეჟიმიც არ უნდა იყოს თუ ის შეიარაღებულია ბირთვული ქობინით მას თქვენობით ელაპარაკებიან ეს ლოგიკა ჩრდილოეთ კორეა ყველაზე კარგი მაგალითია არსებობს და ბოლო წლების განმავლობაში ასაც თვალყურს ვადევნებთ იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ერთგვარად მეორე მსოფლიო ომის ინსპირირებულ რიტორიკას იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის ისტორია როცა დაიწერა გარდა იმისა რომ გამარჯვებული მხარის მიერ არამედ შემდგომ ამ ნაწილების განმავლობაში ჩვენ რაღაც გარკვეული იმიჯი ჩამოგვიყალიბა ხო იმიტომ რომ ერთ მხარეს იდგა აბსოლუტური ბოროტება ესია ფაშისტური გერმანია დახატული თავის დანაშაულებით ყველაფრით და რაღაცა ნათელი მხარე მოკავშირეები, შემდგომ რა თქმა უნდა მოწინააღმდეგე ბანაკი და სულეთ შეიცვალა ცივი ომის დროს სოფლიო, რომელმაც ეს გაანადგურეს, რომ კეთილმა გაიმარჯვა ბოროტზე. აი ამ პარადიგმაში ვიცხოვრეთ ჩვენ და როდესაც ბუნებრივად ეს პარადიგმა გადმოვიდა და პუტინი დამტკიცდა ჰიტლერის როლზე, რუსეთი გერმანიის როლზე, ესე ვთქვათ რა, აი ამ ნარატივში და მან ის თავს დაესხა გაუმართლებლად უკრაინას. ერთადერთი რამაც ეს შეცვალა იმისათვის, რომ რიტორიკა დარჩა იგივე, რომ რუსეთი უნდა დამარცხებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსეთი არის სწორედ ეს ხსენებული ბირთვული სახელმწიფო, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის წესებით ვერ დაუპირისპირდები, ხო? და ზღვარმა გაიარა იმაზე, რომ იცი რა არის, პროგრამა მაქსიმუმ იყო, რომ მაქსიმუმ შენ უკრაინა უნდა გაგეთავისუფლებინა, აი ამ მოგეგერიებინა მტერი. მაგრამ ნუ ეხლა საერთოდ სხვა სიტუაცია. აი ყურადღების გადატანა კითხვარაში მდგომარეობს და დღეს ეხა ფოკუსში ირანის საკითხია მოქცეული. და რაღაცნაირად ახლა შეიძლება არავის არ დაავიწყდა, მაგრამ უკანა პლანზე გადაიწია რა ხდება უკრაინაში. რუსეთი აგრძელებს არა მარტო დაბომბვას, არამედ უკვე ცოტა ისე განუკითხავად დაბომბვასაც, ისე თავისუფლად ხვდება ეს რაკეტები თუ დრონები საცხოვრებელ კვარტლებს. რა ხდება ღაზას სექტორში? ღაზას სექტორში მე მგონი არ შეწყვეტილა ის ოპერაცია, რაც იქ მიმდინარეობს, ხო? და საბოლოო ჯამში ისრაელმა შეიძლება, რომელიც განზრახვაც ნამდვილად ექნება ირანის მსგავსად, რომ იმას ატომური ბომბი უნდა და ამას უნდა თავის ტერიტორიაზე სრული კონტროლი. სადაც ყველაზე კომპაქტური დასახლება იყო ღაზა, რომელიც რა მდგომარეობაშია. ანუ ხომ არ შეიძლება ეს იყოს რაღაცა ოპერაცია, რომელიც ყურადღების გადასატანად არის და იმ თავისი ეგზისტენციური საკითხების ესე ვთქვათ მოგვარების მიზნით. ნუ ხო, რამოდენიმე შრიანი კითხვაა პირველ რიგში. ის რომ მედია ყურადღება იცვლება არ ნიშნავს რომ აი თქვათ ხო ფრონტის ხაზი ამიტომ არ იცვლება ხო უკრაინაში ისეთივე სასტიკი ომი მიმდინარეობს როგორც მიმდინარეობდა უბრალოდ კაი მაგალითია როგორ ერთ წუთში შეიძლება უბრალოდ გაითიშოს და სრულიად ეხა გაზეთს თუ გახსნით ნებისმიერ ონლაინ მარტო ირანია შეიძლება ვიფიქროთ რომ უკრაინას საერთოდ თქვათ რაღაც კი ეხა თუ ჩავსკროლავთ New York Times ალბათ იქნება იქ რაღაცა ესეთი მაგრამ თავიდან ბოლომდე ირანზეა და ეს ზოგადად მიუთითებს რომ ერთია მედია ყურადღება და მედია დღის წესრიგი და მეორეა ნუ რეალობა რომ არაფერი არ შეცვლილა ხო ისევ ურთულესი ომია ყოველდღე დაბომბვები რაღაც რუსეთს 3 დონეცკში 3 სოფლის აღება ისევ უჯდება 6 თვე და 30000 კაცი და შესაძლოა ეს და ეს ხოთაშორის ბაიდენს ეს დილემა ყოველთვის ჰქონდა და ეს არსად არ წასულა ხო ბაიდენის დილემა იყო რომ ერთის მხრივ უკრაინას უნდა მოეგო ან ეიძულებინა რუსეთი მშვიდობას მაგრამ მეორეს მხრივ უკრაინას ისე უნდა მოეგო რომ არ გაზრდილიყო ბირთვული ომის საფრთხე და ამას ხო შეიძლება ესე არ ამბობდნენ მაგრამ ყველა ნაბიჯი იყო აქეთკენ მიმართული რომ აი ეს კილომეტრაჟის დათვლა რომ ამ რაკეტას აქეთ ვერ ისვრით ამას არ მოგცემთ ამას მოგცემთ ეს იყო მუდმივად ანუ თამდები საკითხი იყო რომ ჩვენ ვერ გავზდით ბირთვული ესკალაციის საფრთხეს ხო იქაც იყო რომ აი თქვა თუ ჩახვალთ ყირიმამდე მე იქ რაკეტას დავაყენებ მაგრამ ყირიმში ვერ შეხვალთ სულ იყო ეს საფრთხე რომელსაც რა თქმა უნდა ანუ არც ეს არის დილემა რომელსაც ახლა ბაიდენიც ვერ გადაწყვეტა იმიტომ გადაწყვიტა რომ თან ქვეყანამ უნდა წააგოს ისე რომ მან ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს ეს ძალიან რთული საკითხია რაც შეეხება ახლა ღაზას და ისრაელს და ირანს და რატო გადაწყვიტა ისრაელმა ეს ოპერაცია პრაქტიკულად ცოტა შორიდან რო დავიწყო ჰამასის აცგარდაცვლილი ლიდერი იაჰია სინვარი ამ პერსპექტივიდან ჩემი აზრით გამოდგა გავრილო პრინციპი, იმიტომ რომ გავრილო პრინციპმა ხო პირველი მსოფლიო ომი დაიწყო შესაბამისად მეორე და ასე შემდეგ. იაჰია სინვარმა დაღუპა ღაზა, თავისი თავი ღაზა, როგორც ირკვევა ხასან ნასრალა, ჰეზბოლა და უკვე ირანის ჯერი დადგა. პრაქტიკულად ეს ხა ამდენს ისიც ვერ გათვლიდა, მაგრამ 7 ოქტომბერმა ისრაელს რა თქმა უნდა სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზაში და ასევე ამ 7 ოქტომბერმა და შემდგომმა ქმედებებმა დაამტკიცეს ერთი რამე რომ აი მსოფლიო პოლიტიკაში
არსებული დაშვებები, რომელიც ხანდახან ჭეშმარიტებას უტოლდება ხოლმე, რომ აი ხეზბოლას ვერ დაარტყავს ისრაელი, და 600,000 რაკეტა მოფეს. სად გაქრა ეს 600,000 რაკეტა? ირანს ვერ დაარტყამენ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. ჯერჯერობით არ დაწყებულა, ხო? აი ეს დაშვებებიც ბენიამინ ზოგადად გააცამტვერა და ზოგადად კაი მაგალითია, რომ პოლიტიკაში ესეთი დაშვებები ზოგადად მანამდეც 95-ან მეტი პროცენტი უმადური საქმეა. სპეციალისტების იძახდა, რომ ანუ უბრალოდ რაციონალურად ვითვლიდით და არა, რუსეთი ვერ დაიწყებს ომს. ხო, არა, რუსეთი ვერ დაიწყებს ომს. მე აქაც ხო იყო იგივე რუსეთ-უკრაინის ომში რამდენი ტალღა გვახსოვს, რომ ხან იყო რომ რაკეტები გაუთავდებათ, ხან პირიქით რომ უკრაინა ყირიმამდე ჩავა, ვერც ერთი დაშვება ვერ გამოდგა. ზოგადად ეს პროგნოზირება უბადური საქმეა და აქაც ღაზას შემდეგ ესე იგი ისრაელმა გაანადგურა. ხო, ეხა არსებობს ხეზბოლა, ეხა წინააღმდეგობას ბოლომდე ვერ ამოძირკვა, რა თქმა უნდა, ხეზბოლა ლიბანში არსებობს, მაგრამ უდასუსტებულესი ეს 600,000 რაკეტა არ ვიცი თუ არსებობდა საერთოდ, რაც არსებობდა საცავშივე ააფეთქეს და ამითი ირანს ერთი საცეცი მოკვეთეს, ხო? პრაქტიკულად ირანის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი იყო, ჩვენ თუ დაგვესხვებით წამოვა ცეცხლის წვიმა ლიბანიდან. ლიბანი ნეიტრალიზირდა, რა წამს ლიბანი ნეიტრალიზირდა და ხუსიტები ეგ სხვათაშორის მეორე კაი მაგალითია, რომ 2015 წლიდან იემენს ბომბავენ, ხო, რა დარჩა და ქოლერა და ეპიდემია, მაგრამ რეჟიმს ვერ საჰაერო დაბომბებით თუ ადგილზე რაღაცა ან ჯარი უნდა შევიდეს, ან რაღაცა შეიარაღებული ოპოზიცია ყავდეს. ესე შახიშვილის გამოსვლებით რეჟიმი ვერ შეიძლება მაგალითი ავღანეთსაც შევიდნენ და ყველაფერი იქნეს, მაგრამ ერთ დღეში დაბრუნდა თალიბანი. ამიტომ ის რომ ხა იემენში რა თქმა უნდა შია და დიდი ფული ალბათ იემენს არ აქვს, მაგრამ ხანდახან ბენგურიონს ხვდება ის ბალისტიკური რაკეტა და ის რომ ხა დაბომბებით რეჟიმი შეიცვლება, მე ამას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. მით უმეტეს ეხლა ჯერ ერთი ესეც ის კაცმა არ იცის სოფლიოში ნებისმიერი დიქტატურა კი ძალმომრეობასაც ემყარება, მაგრამ რაღაცა შიდა ლეგიტიმაცია არის. ის რომ ხა თეირანში თქვა არ მოსწონდეს კონსერვატული სოციალისტური პოლიცია, მე მგონია რომ რა თქმა უნდა ირანის რეჟიმი რაღაცა შიდა ლეგიტიმაციასაც ემყარება. შეუძლებელია ხა მარტო პოლიციას ემყარებოდეს, ეგ არ ხდება არ ჩინეთში და არ ჩრდილო კორეა ცოტა განსხვავებული და არც ყუბა. ხო და ეხა რო გბომბავენ ძალიან რთულია ეხა რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაძახილზე რო გბომბავენ თან გამოხვიდე მიტინგზე. მით უმეტეს ამერიკის პრეზიდენტი როცა წერს რომ ეხა დატოვეთ ქალაქი. აი ვინ როგორ ორგანიზებული ოპოზიცია არ არის უცხოეთში კი ბატონო, მაგრამ ის შახიშვილიც სამწუხაროდ ეხა ძალიან მარგინალიზებულია და მე მგონი ისრაელს ღიად დაუჭირა მხარი თან შახიშვილმა და ეხლა შიდა ლეგიტიმაცია მოსახლეობის უმრავლესობას მამამისი არ ახსოვს, არც ცუდად და არც კარგად. ხო და შესაბამისად ესე იგი ირანის ჯერი დადგა. ეგ ხა რეალობა რა წამს ლიბანის საფრთხე ნეიტრალიზირდა. ჩვენ რო ხა ისრაელის გენშტაბში ვიჯდებთ, ეს არის მართლა როგორც იტყვიან თაობაში 10 წელიწადში ერთხელ შანსი. და რამოდენიმე დარტყმების დროს საჰაერო თავდაცვა გაუნადგურეს და დროის ამბავი იყო. ტრამპის მოსვლის შემდეგ მით უმეტეს, რომელიც გაცილებით ბაიდენის პროისრაელი იყო, უბრალოდ ბიბისთან ნეთანიახუსთან გაცილებით უკეთესი ურთიერთობა აქვს, ხო და გაცილებით ესე ვთქვათ, იქ ბაიდენი მაინც ცდილობდა, რომ აი ხა ის ნაკლებად დაარტყით, იქ მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეუშვით და ასე შემდეგ, ხო? დადგა ასე ვთქვათ ირანის ჯერი და ეს უბრალოდ დროის ამბავი იყო იმ კუთხით, რომ ისრაელს ეს გადაწყვეტილი ქონდა და ასევე ის დაშვება ხო ქონდა ჩვენ ბევრს ქონდა გაზეთებშიც რომ აი ვერ დაარტყავს ამას რა მოყვება ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტავს ირანს ბალისტიკური რაკეტები აქვს როგორც აღმოჩნდა და როგორც ამას მაოძედუნი იძახდა ქაღალდის ვეფხვი ხო ხანდახან სახელმწიფოები არიან ქაღალდის ვეფხვი 90 მილიონიანი ქვეყანას გაუნადგურეს საჰაერო თავდაცვა და რა ვიცი ახლა მე ცოტა დილეტანტურად გამოდის, მაგრამ 4 ბირთვული ობიექტი რო გაქვს დასაცავი და პრაქტიკულად ვერაფერს ვერ იცავ, ხო, ჯერჯერობით და ის ბალისტიკური რაკეტებიც კი ბატონო რაღაცები ისრაელს აღწევს, მაგრამ ყოველი ზალპით ირანს უთავდება ეს მარაგი და ირანი სტრატეგიულად იზობამს, იმიტომ ვინც ობა ახლა ამერიკელებს უნდა უპასუხონ და აღდგენის შანსიც მაინდა-მაინც არ ვიცი ახლა რა ქარხნები და რა ინფრასტრუქტურა დარჩა. შესაბამისად, აქაც ბენიამინ ნათანიაჰუ, ასე ვთქვათ, გააცამტვერა ერთ-ერთი დაშვება, რომ ახლა 90 მილიონ ქვეყანას როგორ დაარტყავთ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. დაარტყა და ჯერჯერობით სწორედ გათვალა და არათუ სწორედ გათვალა ის რომ ამერიკელები ჩაერთვნენ ამ საკითხში. ესეც ბენიამინ ნათანიაჰუს გამარჯვებაა, იმიტომ რომ ისრაელი ვერ აი ეს ფორდოუს ქარხანას უბრალოდ ისრაელს არ აქვს არც რაკეტები და არც თვითმფრინავი რომ ის დაბომბოს. შესაბამისად ხო, შესაბამისად ამ კუთხით
ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრწყინვალე სტრატეგიული კომბინაცია გამოუვიდა. და რასთავარი აღმოაჩნდა საუკეთესო შესაძლებლიდან პარტნიორი დონალდ ტრამპი, რომელმაც წინა კადენციისას ჯერ დიდი ხნის დაპირება რომ დედაქალაქ ისრაელში გადავიდა, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულია ხო ეს ებრაული ლობი ამერიკაში და იქ მუდმივად პოლიტიკოსები ამას პირდებიან და ეხლა კი ჩაერთო თქვათ იმ ოპერაციაში, რომელიც ისე ეგზისტენციალური მნიშვნელობის აღმოჩნდა ისრაელის. მაგრამ რომ დაუბრუნდეთ ყურადღების საკითხს, იმ გაზეთებს პოლიტიკოსებიც კითხულობენ და თავის ყოველდღიურ დღესასწაულს სწორედ აი მედიის მიხედვით აგებენ, ხო თუ მედიაში ყურადღება სუსტდება, ეს აუცილებლად აისახება პოლიტიკაზე. მით უმეტეს რომ ამას წინ უძღოდა უკვე კონკრეტული ნაბიჯები. 20,000 რაკეტა, რომელიც გადამისამართდა უკრაინიდან ისრაელში, ხო? რაღაც ხარდაჭერის კუთხით თავიდან. ეს რაღაც გვახსოვს. ანუ შენ თვლი თუ არა, რომ 2022 წლის 24 თებერვალი იყო ესეთი სერიოზული, ანუ ძალიან გლობალური მასშტაბის ცვლილება, და რომ ჯაჭვური რეაქცია სწორედ აქედან დაიწყო. როდესაც რუსეთმა დაიწყო ეს ომი, რაღაცნაირად შეიცვალა მსოფლიოში ვითარება და ყველა ქვეყანამ გადმოიღო თავისი დღის წესრიგი გააქტიურა. სწორედ მაშინ დაიბრუნა აზერბაიჯანმა ყარაბაღი. სწორედ გასაგებია რომ ეს ტერაქტს მოყვა ისრაელის ოპერაცია, მაგრამ ის ტერაქტიც კაცმა არ იცის რამდენად იყო ინსპირირებული აი ამ შეცვლილი ვითარებით, ხო? ანუ ეს გააქტიურდა მთელი ეს ფაზა იმ რაღაც საკითხების დაგროვილი პრობლემების, თითქოს ყველამ დრო იხელთა იმისათვის, რომ რაღაც შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა და მოდი ვისარგებლოთ. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს აი ამ აბსოლუტურად შეცვლილ მსოფლიოს. უფრო გლობალურად როგორ ხედავ, რომ ვთქვათ, მესამე მსოფლიო ომი ამ ყველაფერს დაერქმევა თუ არ დაერქმევა, როდის დამთავრდება, რანაირი შეიძლება იყოს ის მსოფლიო, რაშიც ჩვენ აღმოჩნდებით. ფაქტია, რომ ეს ისეთი აღარ არის, როგორც იყო 2022 წლამდე. ალბათ არ დაერქმევა მესამე მსოფლიო ომი. ნახოთ, ხო, პირველ მსოფლიო ომსაც დიდი ომი ერქვა სანამ. ხო, პირველ მსოფლიოს იმიტომ დაერქვა, რომ მეორეს დაერქვა და მეორე დაერქვა, რომ მორჩა მერე. ხო, რაც შეეხება ჯერჯერობით რაც ჩანს ეს არის აი ეს პერმანენტული ესკალაციებისა და ძალადობის სხვადასხვა კერების გაჩენა, ხო? და უკრაინა ეხლა ირანი, ხო, კავშირში ყველაზე მძიმე ვითარება არის უკრაინაში, იმიტომ რომ რუსეთი აშკარად არ აპირებს იქ სადაც ამდენი სისხლი დაღვარა ის რამენერად და ხო, ეხლა ცოტა ლირიული გადახდება, მაგრამ რაც თქვათ ბატონმა მედინსკიმ სტამბულში ჩაიტანა და ეს თავისივე წყაროებით გამოაქვეყნეს, არის შემდეგი, რომ ან ხო ვიომებთ, ან იმ 4 რეგიონს დაგვითმობთ. და ნუ მან ხა უკრაინის ხდა ლოგიკური პასუხი რომ თქვენ 3 და 4 წელი გჭირდებათ რომ ქალაქის ნახევარი და რაღაც 4 სოფელი აიღოთ და ეს არის უკრაინის ყველაზე გამაგრებული პოზიციები, ხო? დაახლოებით ასევე ისტორიულ ჩეხოსლოვაკიას როცა სუდეტები დაათმობინეს, ის მარტო ის ხო არ იყო რომ გერმანული სუდეტები იყო ყველაზე გამაგრებული ნაწილი ჩეხოსლოვაკიის საზღვარზე და პრაქტიკულად მოტიტლებული დატოვეს და იგივე ახლა უკრაინამ რატომღაც რომ ევაკუაცია მოახდინოს იქ დონეცკის აგლომერაციის და ასე შემდეგ იქით ესეთი პოზიციებიც არ აქვს და ადამიანი ითხოვს რომ რასაც მე 3 წელი ომით 100,000-ობით რუსი ჯარისკაცის ფასად ვერ მივახციეთ, დატოვეთ, ან ვიომებთ. ხო და ეს რა მოთხოვნა ხა ეს არის კაპიტულაცია. ამაზე მიიღო ცინიკური პასუხი. იცი ჩვენ შვედეთს 21 წელი ვეომეთ. ხო და ჩვენ გავაგრძელებთ. ვიომებთ. ხო და შესაბამისად ესეც ხო გამოჩნდა, ხო? იყო ლაპარაკი რომ არის ხა ბაიდენი და ენტონი ბლინკენი მაინდა-მაინც მშვიდობაზე არ მუშაობენ და ეს კაცი უფრო მშვიდობას დაამყარეს. კი ბატონო, რიტორიკულად ნამდვილად შეიცვალა და კი ბატონო ამ კაცის წყალობით დაჭდნენ სტამბულში რუსეთი და უკრაინა 3 წლის შემდეგ. თუმცა რეალური და იმიტომ რომ ეს ურთულესი ომია და მართლა იმ ტვიტერის სტატუსებით ვერ დამთავრდება, ხო? რაზეც შენ თახვდნენ, იყო ცხედრების გაცვლა და რაღაცა ჰუმანიტარული დერეფნები. ცეცხლის შეწყვეტაზეც კი ვერ თანხმდებიან. იმიტომ რომ ის კაცი ცეცხლს არ წყვეტს, უკრაინა უკვე თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე დეკლარირებულად, მაგრამ პუტინი არ წყვეტს, მაგრამ რამდენი წლის წინ ისიც გვახსოვს, ხო, იყო ლაპარაკი, რომ ვერ შევწყვეთ რუსეთთან ცეცხლს, იმიტომ რომ რუსეთი მერე გადაიარაღდება. ეს არგუმენტი, ნუ ახლა ტრამპის მერე ცოტა მოიხსნა, მაგრამ რეალურად ცეცხლი არ წყვდება და და მიუხედავად ამ დეკლარაციული განცხადებებისა და რასაც არ ვიცი პუტინი ტრამპს უყვება, ის ცეცხლის შეწყვეტა უნდა, ოღონდ უნდა აი იმ პირობებით, რაც მედინსკიმ წარადგინა და ამ პირობებს უკრაინის ვერცერთი პრეზიდენტი ვერ გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდხანს ვიომებთ ეს უთხეს, მაგრამ სხვა რამ რომ გადაწყვეტილების მიღების დროში ხართ შეზღუდული რა. თუ თქვენ ეხლა ვერ გვაგცეთ პასუხს. შემდეგ რაუნდზე ეს გაიზრდება ჩვენი მოთხოვნა რა და ესე მუდამ, ხო? ანუ არის ესეთი ერთგვარი რაღაცა პოკერივით მიდგომა, ეს ფსონი მუდმივად იზრდება. ოღონდ
იცი რა არის ყველაფრის წინააღმდეგობრიობის მიუხედავად ამერიკის პრეზიდენტი მაინც ბიზნეს სამყაროდან მოდის და პრაგმატული ადამიანია და ის ხვდება რომ არსებობს რაღაცა მოცემულობა ხო მოლაპარაკება გაიჭედა იქ აი ამ პოზიციებით არ ლაგდება ესე იგი რა უნდა მოხდეს სტატუს-კვო უნდა შეიცვალოს ყველაფერს ღიად არ იტყვი მაგრამ არსებობს ერთგვარი ქცევა ანუ იმისათვის რომ იყო ჩვენ დავინახეთ ვერბალური ზეწოლა უკრაინაზე ამის გამო გადარდგა უკრაინაში ამერიკის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი რომ ჩემს მიუღებელია რომ სხვა ქვეყანას მეტი ზეწოლას უწევს ჩემი მთავრობა ვიდრე აგრესორსო ანუ ეს დადასტურებული ფაქტია ხო რომ ეს ამერიკა ცდილობს უკრაინა დაიყოლიოს რაღაც პირობებზე ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ თუ ეს მაინც არ გამოდის და ევროპის დიდი მხარდაჭერა აქვს უკრაინას იმ პოლიტიკაშიც ატარებს მაშინ ამერიკა ცulis უბრალოდ მიდგომას ისე რომ არ იძახის აღარ მონაწილეობს რამშტაინის შეხვედრაში ყოველდღე არ აქტიურობს რაღაცა შემცირდა სამხედრო დამხმარება გადამისამართდა სხვაგან ეს ხო აისახება ჩვენ შეიძლება ჩვენიერ დღეს რაც დიდი საფრთხეც არსებობს ვიხილოთ ფრონტის ჩამოშლა ეხლა კი ძალიან დიდი მსხვერპლი უჯდება იმიტომ რომ გამაგრებულ რაიონს ესხმის თქვა რუსეთი თავს მაგრამ ერთი თუ მაგალითად საქართველოს მაგალითია კარგი სოხუმის დაცემამ გამოიწვია მთელი აფხაზეთის დაკარგვა სოხუმიდან საზღვრამდე ანუ ენგურამდე არის 100 კილომეტრი ლამის ხო ხდება მაგრამ ეს მე ერთიანად დაიკარგა ეს ყველაფერი ხო ანუ აღარაფერი აღარ დარჩა ხო აკითხვა რამდენად შეამცირებს ამერიკა უკრაინის დახმარებას თუ შეამცირებს შეიძლება ოდნავ შემცირდა მაგრამ ჯერ თვისებრივი შემცირება ჯერ არ გვინახავს ხო ესეც საინტერესოა ბევრი ელოდა ტრამპისგან თვისებრივ შემცირებას თუმცა ეს ტესტი გამოჩნდება მალე იმიტომ რომ ბაიდენის დახმარების პაკეტი ილევა ეხლა მე ზუსტი თარიღი არ ვიცი მაგრამ ის პაკეტი გამოილევა და დადგება ახალი კონგრესის წინაშე მოცემულობა რომ მათ უნდა ან მიიღონ, ან არ მიიღონ, არ ვიცი ხა როგორ გაწყვეტება უკრაინის სამხედრო დახმარების რაღაცა პაკეტი მაინც უნდა მიიღონ. მე ვარაუდობ რომ ეხა მთლიანად ეხა რომ არ მიიღონ არ გამოვა. წინაზე გვახსოვს რომ 6 თვე იყო მძევალი ეს უკრაინის დახმარება, თუ გახსოვთ დეკემბრიდან რომ დაიწყო აპრილამდე იყო მძევალი იქ რესპუბლიკელები ითხოვდნენ სამხრეთის საზღვარის რაღაცა გამკაცრებას რაღაცა რუბიოსაც კი არა ხმა მიცემული უკრაინის დახმარებაზე და თქვა რომ იმიტომ რომ იქ სამხრეთის საზღვარის ამბებიო და ეხლა ეს საკითხი დადგება ეს იოლის საკითხი არ არის ამერიკის შიდა პოლიტიკაშიც იმიტომ რომ დემოკრატები ერთიანად პროუკრაინულ პოზიციაზე არიან თუმცა აი რესპუბლიკურ პარტიაში არის საკმაოდ განხეთქილება როგორც ირანზე სხვათა შორის ეს საკითხიც რომ შემოვიტანოთ Tucker Carlson, Steve Bannon, ის ულტრა ტრამპისტული ბანაკი არის კატეგორიული წინააღმდეგი ამ ინტერვენციის, იმიტომ რომ ისინი მართლა ანუ ეწინააღმდეგებიან ინტერვენციონიზმს, ეწინააღმდეგებიან ბუშის პოლიტიკას და მიაჩნიათ რომ ეს იყო დამღუპელი და ტრამპი ამას აცხადებდა. რამდენიმე დღის წინ ჯეი დი ვენს მოუწია კიდევაც ერთგვარი თავის მართლება ტვიტერზე, როცა დაწერა რომ იცით რომ მე ზოგადად მიაჩნია რომ დამღუპელი იყო ის საგარეო პოლიტიკა რაც 20 წელიწადი ამერიკა ატარებდაო მაგრამ ეხლაო პრეზიდენტ ტრამპს უნდა მივცეთ შესაძლებლობა რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს რომელიც ის თulis საჭიროდ ანუ ერთგვარად ხარი დაუჭირა ტრამპს მაგრამ ჯეი დი ვენსიც ეხა უფრო იქით ისეთი ბანაკიან მაგა უმრავლესობა ხო ანტიინტერვენცია ხო ესეც მნიშვნელოვანი საკითხია რომ აი ეხლა რასაც იძახით დასაწყისში დამავიწყდა მაგის დამატება რომ ერთ-ერთი ფაქტორი რის გამოც მგონია რომ ეს იყო უფრო ეს ლოკალური ოპერაცია და არა რაღაც უფრო დიდი წინაპირობა არის ეგ ფაქტორიც რა სადაც ტრამპი ეტყოდა რომ ეს საჭიროა რომ გავაკეთო მაგრამ ეს არის არა დასაწყისი პირიქით არამედ დასასრული იმისთვის რომ მე შემიძლოს გამოვიდე საიდანღაც იგივენაირი მსგავსი რამ გათამაშდა როცა უკრაინა ბოლოს აიძულა რაღაცა რომ წამოეღო ხელი მოაწერინა იმ ყბადაღებულ მინერალების შეთანხმებაზე რომელიც იმის მერე არც არავის აღარ გახსენებია მაგრამ ქაღალდს ფასი აქვს ის სადღაც დევს ეს რაღაც გარკვეულ მანდატს ამერიკას ანიჭებს საომავლო მოლაპარაკებაში. ანუ ის ცდილობს ბევრი სულით ბოლოს რაღაც კონფიგურაციამდე მივიდეს. კი ბატონო, ეს დაბომბვა თუ ერთჯერადი აღმოჩნდეს საკმაოდ წარმატებით გაიყიდება, ის უკვე ამბობს რომ მან გაანადგურა ინანის მართული პროგრამა, რომელსაც ამერიკის 4 თუ 5 პრეზიდენტი ვერ მოერია. ეს შეიძლება ახლა გაანადგურა თუ ვერა ეს უკვე არა ხო შეიძლება ფაქტია რომ ძალიან მნიშვნელოვნად დააზიანა იმიტომ რომ ეხა ის რაც ურანი გამოიტანო იმისათვის რომ მე უბრალოდ რადიაციული გაჟნო არ მოხდეს ის მთელი როგორ არის ფასილიტი ქართულად ანუ მთელი ინფრასტრუქტურა რაც არსებობს ეხა ეს რო ზიანდება ეს ადვილი არ არის არა ნამდვილად და უკან დახეს თუმცა ეს არის ერთჯერადი თუ არ გამოჩნდება მაგრამ ვიცით რა პრეზიდენტ ტრამპის ასე თქვა ესეთი იდეოლოგიური მიდრეკილება დარწმუნებული ვარ რომ სახმელეთო ოპერაცია
ეს სამხედრო თვალსაზრისითაც ახლა ნამდვილად ესეთი იოლი არ იქნება ერაყმა და ავღანეთი გუშინ მორჩა და ახლა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხო იგივეა, კი ბატონო, თეირანს აიღებს ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ აი მერე რა ხდება თუ რომ თეირანს როგორ აიღებს? ანუ ეს წარმოგიდგენ რამხელა დაბომბობს, ანუ ღაზა პრაქტიკულად და ის რაც ხდება უკრაინაში, ეს გახდა თანამედროვე ომის ფორმატი. ანუ სრული განადგურება რაღაც ძალიან ლოკალური ადგილების ძალიან დიდი მსხვერპლით. არა, მე ვამბობ, რომ სამხედრო თვალსაზრისით აიღებს, მე როგორც ბაღდადი აიღო, მაგრამ ამას შვიდობა არ მოუტანია და მე უფრო დიდი მსხვერპლი მოყვა. ნუ ეგრე ბელგრადიც აიღეს თავის. არა, ბელგრადში ხო შეჭრა არ იყო. კი ბატონო, ანუ ამას ვამბობ, რომ სამხედრო თვალსაზრისით ამერიკას ნებისმიერი ამოცანის მეტნაკლებად განხორციელება შეუძლია, მაგრამ მეორე დღეს რა ხდება, როცა აქ იწყება უკვე პარტიზანული ომი, ეს არის ძალიან რთული და ეს დამტკიცდა, რომ რთულია, როდესაც და მიზანიც არა გაქვს. რა იყო ხა ბოლოს მიზანი ავღანეთში ძალიან რთული იყო განსაზღვრა, ხო? რაღაცა სახელმწიფოების შენებლობა, რომელიც არ გამოვიდა ერაყშიც რთული აღმოჩნდა, ხო? და მე ერა სადამის რეჟიმის ჩამოგდება, წარმოშვა მთელი ის აისისები და უბედურება, რაც და უამრავი სამხედრო ადამიანი რჩება ფუნქციის გარეშე და მიწყება თვითშემოქმედება. ხო, ეს კისინჯერს მაკუთხით არა, მაგრამ ნათქვამი აქვს რომელიღაც ქვეყანაზე და ეს შეიძლება რომ რაღაცას რო იძახიონ, ანუ რამდენი დღე უცხოვრია თქვათ ირანს დემოკრატიის ქვეშ, ხო? რომ დავთვალოთ 3000 წლიდან, ალბათ არ ვიცი, აი 79 წლის იან შაპურ-ბახტიარი რო იყო პრემიერ-მინისტრი თვე და 10 დღე, შეიძლება ეს იყო დემოკრატია, ანუ ხა ეს ამას არ აცხადებენ გაზეთები, მაგრამ ხანდახან Facebook-ზე ხვდება, რომ აი ხა დემოკრატია დამყარდება ირანში და რაღაცა და ეს ხა სასაცილოა. ერთი კუთხით არსადეს რეჟიმი არ მიდის და მეორე რამდენიმე ფოტო არის შემორჩენილი. ეს რეჟიმით რო დაემხოს არანაირი ვარიანტი არ გვაქვს, რომ დემოკრატია დამყარდეს. მეორე საკითხი კიდე ეს ექსტრაპოლაცია რამდენიმე ფოტოზე დაყრდნობით 40 წლის შემდეგ, 45 წლის შემდეგ ადამიანი თვლის, რომ იქ არსებობდა რაღაცა სამოთხე ლიბერალური და შემდეგ მოვიდნენ ეს ჩალმიანები და აიათოლები და ყველაფერი შეცვალეს, ისე რომ 90 მილიონი ადამიანს არავინ არაფერი არ კითხა, ხო? ის რომ თქო თეირანის უნივერსიტეტში დადიოდა 60-იან წლებში, როცა მსოფლიოს მინიკაბა ეცვა რამდენიმე სტუდენტი, ეს არის გადატანილი მთელი ირანზე ეს იმიჯი, ხვდები? და ესეც კი ბატონო ეგრეთ იყო პრობლემაა თანამედროვეობაში შახის დროს ეს აი თქვათ ეს ჩაცმულობა რა თქმა უნდა უფრო ლიბერალური იყო, მაგრამ არანაირად ეს არ ნიშნავდა რომ რამენაირად შახი დემოკრატია იყო, ხო? და რევოლუციაც იმიტომ მოხდა სხვათა შორის რომ ისლამისტურის გარდა უდიდესი სეკულარული წინააღმდეგობა იყო როგორც მემარცხენეების ასევე ლიბერალების შახის მიმართ, იმიტომ რომ მოჰამედ რეზა ფეხლების სამწუხაროდ ეხა შეიძლება ამათ მაჯობეს, მაგრამ ძალიან ავტორიტარული მართველი იყო და სავაკი და საიდუმლო პოლიცია და ირანის დღევანდელი რეჟიმის ლეგიტიმაცია ყველაფერთან ერთად აემყარება ამას, რომ ჩვენ დავამხეთ პროამერიკელი დიქტატორი და დღემდე ხო ის ევინის ციხეა თუ დამავიწყდა ციხის სახელი, სადაც ექსკურსიაზე დაყავთ ბავშვების სავაკის წამების. რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს, რომ ერთ სტატია იყო, ხათოჩი კომუნისტი აქტივისტი იყო, რომელსაც ეწერა, რომ შახის დროსო მე და ალი ხამენეი ერთ საგანში ვიჯექითო და მე ალი ხამენეი მე ჩავსვაო, ხო? ანუ ეს რა თქმა უნდა არ იცვლება, ხო? მოვიდა ისლამური ყველა რევოლუციის ხამდევი პროცესია ეს. ხო. და რა თქმა უნდა ეხა ვიცით რა ირანი ალბათ სავაკის მეთოდებსაც იყენებს, რა თქმა უნდა. თუმცა ეს ლეგიტიმაცია და ეს სახე რომ ის ექსტრავაგანტული და ბანკეტებში GDP-ს 30% და ასე შემდეგ. თუმცა კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმ მორალისტული თეირანი, რა თქმა უნდა, უფრო ასეთი გახსნილი ქალაქი იყო და ეს ვესტერნიზაცია დემოკრატიის გარეშე ეს ქონდა, ხო? დაახლოებით, რა ვიცი, ხა პეტრე პირველმაც რაქნა, ხო, აღმოსავლეთის დესპოტიას ჩააცვა გერმანული კოსტიუმი, თორე იქ რამე შეიცვალა რუსეთში, ბატონყობა გაუქმდა თუ ხალხს არ როზგავდნენ თუ რამე და შვილი წამებით მოკლა რეალურად, ხო? დაახლოებით ეგ მიდგომა იყო, ხო, ვესტერნიზაცია დემოკრატიის გარეშე. მაგრამ ეს პროექტი დაემხო არა მარტო იმიტომ რომ უდიდესი შიდა წინააღმდეგობა იყო ირანის რევოლუციის სახით, არამედ იმიტომ რომ არავინ არ იბრძოლა ამ რეჟიმის დასაცავად. ეს უკუ რეაქციასაც იწვევს შემდეგ ეს ვესტერნიზაცია იმ დემოკრატიის გარეშე და იმიტომ ჩანს რომ მე შენ თითქოს დემოკრატია არა გაქვს, ანუ რეალურ ცვლილებას ვერ იღებ, გარეგნულად ყველაფერი იცვლება და გონია რომ ირანელობას, ქართველობას, რუსობას კარგაო, რაღაც ეგ იდენტობის კრიზისი იქება ერთგვარი და შემდეგ ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის სწორედ იმის, რომ მე იღებ აი ეს იდეოლოგიურ მოცემულობას. წინააღმდეგობა ირანში და აიათოლა ხომეინის მხრიდან როგორც ვიცით ხო, ანუ ეს ქადაგებები მე კასეტებით აბა ის რევოლუციის მერე ჩავიდა საერთოდ პარიზიდან ჩაფრინდა. და რო კითხეს რა გძნობთო, პასუხი იყო არა, ის საკმაოდ პირქუში პიროვნება იყო ამ კუთხით თქვა, რომ არაფერს არ უგზნობო და ერთ-ერთი სხვათა შორის ძალიან მასობრივი რევოლუცია იყო, თუ არ ვწდები, ანუ მოსახლეობის პროცენტული
თანამონაწილეობის მხრივ ძალიან დიდი რაოდენობა იყო ქუჩაში გამოსული. და ეხლა ირანის რევოლუცია შორს წაგვიყვანს რეალურად აქ რეჟიმიც გამოლპა. რეალურად ხო როგორც ბაშარ ასადიც დამტკიცდა რომ 10 წელი იბრძოლეს, მაგრამ შეერი ჯარისკაცები რო ყავს იქ რუსეთის მე მithumedes როცა რჩება იდეოლოგიის გარეშე და ხვდები რომ უბრალოდ მართველი არის თავარი ღირებულება და როცა არსებობს თქვა რაღაც იდეოლოგია, ეხლა რაც ირანზე თქვი, იგივე იყო სოციალისტური რევოლუცია რუსეთში, ხო ესეა, იმიტომ რომ ბოლომდე იყო царიზმი, რამხელა უბედურება იყო царიზმი და იმის დამხობა და შემდეგ ჩანაცვლება აი რაღაც თანასწორობით და იმ იდეებით, რაც არის ლაპარაკი. მაგრამ ჩვენ რაც დავგვჭა დრო დაახლოებით 10 წუთი, ჩვენ ლოკალურ კონტექსტს რო დაუბრუნდეთ, აი ეს ცვლილებები სოფლიოში შენი აზრით რა გავლენას ახდენს საქართველოზე და რა შეიძლება შეიცვალოს ჩვენთან გარკვეულად, აი ხა რაც მიმდინარეობს ჩვენთან, ეს არის იდეოლოგიური ჭიდილის კუთხით. თითქოს ოპონირება ქვეყანაში ხდება საერთოდ ორი სხვადასხვა პლანეტიდან. ორი აბსოლუტურად დამოუკიდებელი მსოფლმხედველობა არსებობს. საერთო საფუძველი თითქოს გამოცლილი აქვს ყველაფერს და კამათი მიდის და უბრალოდ ვეღარც მიდის ეს, იმიტომ რომ შეუძლებელი ხდება ადამიანთან რაღაცაზე ლაპარაკი. ხო, თუ კითხვა ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ მდგომარეობაში, თქვათ და რა ეშველება იმ საზოგადოებრივ წინააღმდეგობას, რაც ქვეყანაში არსებობს. არაფერი ეს მხოლოდ გამწვავდება. ეგ ეხლა სხვა თემაა, მაგრამ გამწვავდება, იმიტომ რომ რა ქმედებებიც იდგმება და რაც თქვათ რა ნაბიჯებიც იდგმება, ზოგადად მაშინ შიდა პოლიტიკაზე მოგვიწევს გადასვლა, ეხლა ზოგადად ის მდგომარეობა რაც გვაქვს და ეს ესკალაცია არც არ წავა, პირიქით უფრო გართულდება, იმიტომ რომ მე ვერ ხედავ თქვათ საქართველოს მთავრობის მხრიდან რამე სურვილს, რომ რამე კომპრომისი განხორციელდეს. საგარეო პოლიტიკას რო დაუბრუნდეთ, რა უნდა ვქნათ? ჩემი აზრით აქ უფრო ცხადია რა უნდა ვქნათ და მიუხედავად იმისა ვინ როგორ თulis რეალურად ის სტრუქტურული მოცემულობა ხო არსად არ მიდის ნებისმიერი საქართველოს ხელისუფლება იგივე სტრუქტურული გამოწვევის წინაშე იქნება რაც და იგივე მენაკლებად იგივე გადაწყვეტილებას ამომს თუ ავიღებთ ირანთან მიმართებაში ჩვენ უნდა დავიჭიროთ ალბათ ესეთი შუა და ჭყალებში გამოვხატოთ შეშფოთება. ხო, ეხა ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ არაბული სამყარო, სომხეთმაც კი თქვა დაგმო ირანზე თქვა ეს თავდასხმა. ჩვენ ისრაელთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ამავდროულად საქართველოსთან ირანის საზღვრამდე რამდენია? 400 თუ 500 კილომეტრი, ხო? ეგ მეორეა კიდე რომ ჩვენ ხანდახან რუკას არ ვუყურებთ. ჩვენ გონია რომ ირანი რა არის 500 კილომეტრი ბათუმია, ხო? და შესაბამისად ჩვენ უნდა დავიჭიროთ ეს მოზომილი პოზიცია, რომ ჯერ ესეთი არც არავინ გთხოვს, ახლა ჩვენ პლანეტას ვერ გავუსწრებთ და ახლა რა ვიცი, სხვა ქვეყნებისგან გავსხვავებით, რომლებიც რაღაცებს გთხოვდნენ. ახლა ამ კონკრეტულ იმაში, რა ქვია, კონტექსტში მოთხოვნებს ვერ ხედავ. არა, ხო ის მოთხოვნაც ხო ახლა ის სხვა ცალკეთებაა, ვირას რა გთხოვდა და ვინ რა როგორ გაიგო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო არც არის, ახლა ისრაელსაც ჩვენ სულ არ უნდა ისრაელს ახლა შენი სოლიდარობა არ ჭირდება, ახლა ვერბალური სოლიდარობა, ვინ საჭიროა ისრაელს ეხმარება რაკეტები და შესაბამისად ის პოზიცია რომ ჩვენ რა თქმა უნდა არც არაფერს გვმოვთ, უბრალოდ გავხატოთ შესწორებას, მე მგონი არის ის რაც ახლა საქართველოს შეუძლია და რაც რეგიონალურ კონტექსტიდანაც ესე გამომდინარეობს დაახლოებით, ხო ახლა აზერბაიჯანსაც დაახლოებით ახლა ზუსტად არ ვიცი რა დაწერა აზერბაიჯანის საგარეო საქმეებში, მაგრამ ალბათ ეს იქნებოდა. სომხეთმაც ცოტა უფრო ისეთი ნაბიჯი გადადგა, იმიტომ სომხეთს ბევრად არის მჭიდროდ არის ირანთან დაკავშირებული და ესეც გასაგებია. ჩვენ არა ვართ ახლა თურქეთი 80 ალბათ უკვე 80 გადააკეთეს. ირანი ძალიან დიდ როლს ასრულებს სომხეთში იმ კუთხით, რომ უსაფრთხოების კუთხითაც, იმიტომ რომ აი ეს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის და ისიც უნდა ითქვას, რომ ირანი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეხლა ხო, მე მგონი ეს საკითხია, საერთოდ Facebook, სადავოც არა, ვინმე ამბობს, ხა ჩვენ რამე სხვა პოზიცია უნდა გვეკავოს, ან რამე უფრო, რა ვიცი, უფრო, ესე მე მგონი არც არავინ არ წეღა რაც ვახსენე, რომ თუ რამ ისევ შიდა პოლიტიკას თუ დაუბრუნდეთ, უკრაინის კონფლიქტის მოდელის გადმოტანა ხდება აი ამ კონფლიქტზე და ბევრი ადამიანი იწყებს იმის მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ესე დუმს რა გაგებით რომ არნაირად აქტიური არ არის, არა, აი თითქოს ჩნდება ეს დამოკიდებულება, რომ უნდა დააფიქსირო, მაგრამ აი თუ არ აფიქსირებს რაღაცა წველი სურვილია ოპოზიციური, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად პროირანულ პოზიციასთან გაიგებს. გავიხსენოთ ჯო ვილსონის ყბადაღებული ტვიტები, სადაც როგორც კი
ტრამპმა ის და რუსეთის ის თქვა დიალოგი შედგა, იმ წუთში ჩვენ გავხდით საქართველოს ხელისუფლება გახდა პროირანული და პროჩინური, როგორც კომპრომატი, აი ვილსონიანულ სამყაროში, ხო ხვდები? ეს სერიოზული დამოკიდებულებაა და ამ ესე ვთქვათ ნარატივებს მე მიყვება ეს ოპოზიცია და ოპოზიციაზე იმიტომ ლაპარაკობ, რომელიც ესეთი უკვე ჭრელი წარმონაქმნია, რომ აქ გადის ის საზოგადოებრივი წინააღმდეგობა. ამიტომ მინდა მე ამ საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფრონტის ხაზს დაუბრუნდე, შენ კი ამბობ, რომ ეს გამწვავდება, მაგრამ მე მგონია, რომ აი ეს არჩევნები, რომელიც ოქტომბერში იქნება, პირიქით ამ ვითარებას განმუხტავს. იქნება გარკვეული კულმინაცია და შემდეგ ეს იქნება ამის განმუხტვა, იმიტომ რომ ის პროცესი, რაც დაიწყო წინა საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელმაც ეს პრაქტიკულად გაყვანო, დამარცხებულმა მხარემ დამარცხება ვერ მიიღო და გადავიდა წინააღმდეგობაზე. უბრალოდ ჟანრის კანონია, წინააღმდეგობა სჭირდება რესურსი. თუ რესურსი გამოილია, მაშინ წინააღმდეგობა დამარცხდება. თქვენ როგორ გესახებათ განმუხტვის დადგომა, თქვათ ეს ყველასთვის ცნობილი კანონების შეცვლის გარეშე და ასევე ხალხი ციხეში ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ არჩევნების მორიგი არჩევნების მოგებით აი ეს პროცესი სიმწავის პროცესი ხო ეს არ მგონია ეს სიმწავის პროცესი სადმე წავიდეს ქვეყანაში შეიქმნება ამიტომ რომ ეხა სერიოზული დისკუსიაა ხო ოპოზიციაში რომ ვინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში ვინ არა პრაქტიკულად გამოკვეთილია ნაწილი რომელიც აპირებს რომ მონაწილეობა მიიღოს ანუ ჩვენ ქვეყანაში მივიღებთ სისტემურ ოპოზიციას რომელიც იქნება ოპოზიციაში მაგრამ რაღაც დიდ სურათში ის ჩაეწერება ანუ ის აღიარებს ასეულს სახელმწიფო იქ ტარდება არჩევნები მოსწონს არ მოსწონს გააჩნია რაღაცა ნაწილი და ამის ნაწილი გახდება და ჩვენ ეს ქართულ უახლეს ისტორიაში გვაქვს ეს გამოცდილება, როდესაც მაგალითად როდესაც იმ სისტემურ ოპოზიციასაც აკრძალვით ემუქრებიან, ამიტომ მუქარა ყველაფერი გასაგები, ეგ ანუ მე გეთანხმები რომ თუ ეს რიტორიკა ამგვარად გაგრძელდა, ეგ რისკი არსებობს. ხო, ანუ მაგრამ ამავე დროს არსებობს შანსი იმისათვის, რომ თუ კი ჩვენ მივიღეთ ქვეყანაში სისტემური ოპოზიცია, რომელიც ეწერება აი ამ სისტემაში, მაშინ აღარ არის ესე ვთქვათ, საჭიროება რომ ყველა გაგუდო, გააქრო. ხო, ნუ მანდ არის საფრთხეს სისტემო, ანუ საფრთხეა რომ ვთქვათ, კპრფიზაცია თუ დაიწყო და ანუ რუსეთშიც ხო არის ვთქვათ ესე ოპოზიცია, მაგრამ ის რეალურ მაგრამ ზოგადად როგორც ვთქვით, პროგნოზირება უმადური საქმეა, შეიძლება სხვანაირად წარიმართოს. მე მაგალითად ვემხრობი თეორიას, რომ თუ რომ არ შექმნილიყო სრულად ხელოვნური კრიზისი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად თე არანაირი შემდგომ განვითარებული მოვლენები არც 22 ნოემბერი არაფერი არ იქნება. მე ვარ ეხა ამას ვერავინ და ისტორიას არ უყვას თურმეობითი, ხო? და 22 ნოემბერი იქნებოდა თუ არა რო არა. მე ვარ ამ თეორიის მომხრე. 26 ოქტომბერის არავინ არ იცის, მაგრამ რა თქმა უნდა, ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის. ალბათ ხო, ხა მე ესე მგონია სუბიექტური ალბათ რაღაცა ტრაექტორია სხვანაირი იქნებოდა. მე პირადად სუბიექტური ვარ, ვერ მექნება პრეტენზია ობიექტურ ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება და ხედვა ესეთი, ამ თეორიიდან გამომდინარე მგონია იგივე, რომ შესაბამისად აი ამ კრიზისის შემდეგ ეს რაღაც არჩევნები ამას რაღაცნაირად განმუხტავს და გაასწორებს, იმიტომ რომ შეუძლებელია მუდამ ესე გაგრძელდეს. იმიტომ რომ მუდამ ესე გაგრძელება რაღაცას ანუ მაშინ ყოველ დღე ახალ ინსტრუმენტი გახდება საჭირო იმისათვის რომ რაღაც პროცესი დაიჭირო ხო თითოეული რაღაც აკრძალო მე ვიღაც ადამიანს თუ გადაწყვიტა რომ ბოლომდე რადიკალური იყოს უბიძგებს სხვა შესაძლებლობის პოვნისკენ ხო ესეა მაგრამ ანუ შენ ფიქრობ რომ უბრალოდ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გამწოვდება არა ყველაფერს რა პირობასაც ეხა წინა პირობასაც ეხლა ხედავ ზოგადად სამწუხაროდ რა ვითარებათ ამ წუთას არის ჩვენ ხედავთ რომ ეს საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს რომ ეს ასე ვთქვათ როგორ თქვა ასე ვთქვათ ჩააქროს ეს კერა თუმცა მეთოდები რომელსაც ირჩევს შეიძლება ეს ხო ის არის ზოგადად ხო ფიზიკის რაც უფრო მოუჭერ მე შეიძლება დულღილები ამიტომ ორი მეთოდია ნახე რა სახე ერთი არის ჩაქრობა, გაქრობა, ბოლომდე დათრგუნვა, სადღაც წიაღში ჩატანა. მეორე არის ამისთვის რაღაც არხის მიცემა, ანუ იძულება რომ მოაქციო ეს რაღაც კონსტრუქციულ კალაპოტში. ხო, მაგრამ თუ ახლა მართლა Facebook პოსტების გამო ხალხი სასამართლოში დაიბარეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, შეიძლება ვიღაცამ არ დაწეროს Facebook-ზე, მაგრამ ნუ ეგ უკვე საიტკენ რა ვითარება იქნება ქართულ პოლიტიკურ და სოციალურ სივრცეში ამ კუთხით, არ იქნება გაივითარება და ამ კუთხითაც და ზოგადადაც ხო არის ლაპარაკი რომ ამერიკასთან გვერდა ურთიერთობების გადატვირთვა მე მგონი აი შიდა პოლიტიკური გადატვირთვა გჭირდება მე მგონი იმიტომ ჩვენ 2030 წელს თქვა რომ ანუ
წარმოვიდგინეთ როგორი მდგომარეობა, ხო? ერთის მხრივ ჩვენ გვესმის ევროკავშირის ელჩის ხო, რა კრიტიკა. თქვა 2030 წელს? ევროკავშირის ელჩის კრიტიკა, რომ ის რაღაცა რომ დაიჭირა მხარე, რომ ის არ არის თავისუფალი, მან ის თქვა, იმიტომ რომ ის პრაქტიკულად არის ინსტრუმენტი, ეს არ არის ის როგორც უნდა იყოს ევროკავშირის ელჩი. და მეორეს მხრივ დღეს გააკეთა კომენტარი, რომ არა, ჩვენ 2030 წელს ჩვენ გვინდა რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. უბრალოდ ეს ტრაექტორია უნდა იყოს სხვანაირი, ეს უნდა იყოს აი ამ ღირებულებით. ანუ ის კონსტატაციას ვაკეთებ, რაც შენ იძახი, ანუ პარადიგმა ეს ნარატივი, ანუ იგივეა რა. საქართველოს დეკლარირებულად აი ამ ორიენტირს ხა ის ვიღაცა შეიძლება დღეს არ ჯეროდეს რანაირად აი ამ პოლიტიკით იქ, მაგრამ გვაქვს ეს მოცემა. ხო, ეგეც ხო ხა ისეთი ნათქვამია, იდეოლი ნათქვამია, რომ 2030 წელს ევროკავშირის წევრი გავხდებით, მით უმეტეს ეს ჩვენზე ხო არ არის. ეგ ყველაფერს თავი დავამოს ჩვენზე არ არის. რაც შეეხება ელჩს, აქ მარტივად უნდა ითქვას საკითხი, რომ ელჩი ახმოვანებს თავის მთავრობას ამ შემთხვევაში ხა ევროკომისიას როგორც ყოველთვის მიმაჩნდა რომ ხა ამერიკის ელჩის ლანძღვა ის არ არის დამოუკიდებელი ხო ის ახმოვანებს როდესაც ტვიტერზე წერს რომ ამერიკის ელჩი აქ ორ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა რეალურად მაშინ თქვი პირდაპირ რომ თქვა აი ეხლა რასაც ამბრო ელჩი უდრის მის მეტნაკლებად დამნიშნავს აი ამერიკის საელჩომ აი ეს თქვა თეზისი დაამსხვრია ჩვენთან იმიტომ რომ ამერიკის ელჩმა რომელიც გადადგა სრულიად გაურკვეველ ვითარებებში საქართველოში მან მაგალითად ის აქვეყნებდა ძალიან პასიური იყო კომენტირებისას აი შეცვლილი ამერიკული ადმინისტრაციის წარმოდგენისას ზუსტად იმიტომ რომ ვაშინგტონში შეიცვალა ხელისუფლება და შეიცვალა მაგრამ შენ ხო შეიძლება რომ რეალურად ასახო ის მოკრძალებული იყო რუბიოს ციტირებისას მან სტენოგრამულად გამოიტანა რუბიოს პასაჟი რომელსაც ჯო ვილსონს უპასუხა კონგრესში მოსმენისას მაგრამ მაგალითად პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მას საერთოდ არ გამოაქვეყნა ხვდები აი მე ამას ძალიან მალე მოყვა ეს ცვლილება სხვა ანუ რის თქმა მინდა რომ ფაქტია რომ შეინიშნება რომ და უკრაინის ელჩის ხსენებული მაგალითად ამას ადასტურებს რომ შეიძლება არსებობდეს ერთგვარი აზრწენა ელჩის პერსონასა და იმ ზოგად პოლიტიკას შორის ზოგადად ასე დროს არ ელჩი გადადგება საელჩოში ეს მოხდა რატო შეიძლება მოხდეს მაგრამ მსგავსი ტენდენციები არსებობდეს ევროკავშირში შეიძლება მაგრამ დიდ საკითხებზე როგორცაც თქვათ ეს ყბადაღებული საკითხი რომ ხა ამერიკის ელჩი აქ მეორე ფრონტს ითხოვდა და სახელმწიფო გადატრიალებას ეხა ეგ წარმოუდგენელია რომ ამერიკის ელჩი თუ რამე დედაქალაქის დაშვების გარეშე ხო ხა თვით ინიციატივა ეს ვერ იქნებოდა და შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამერიკის ელჩის ლანძღვა რო აქ მეორე ფრონტს ითხოვდა მაშინ უნდა როცა ამბობ ას ბეც უნდა თქვა მაშინ გამოდი და თქვი რომ ბეს მიხდება ხალხი ხო ან ბეს მიხდება ხალხი ან ის ითქვას რომ რა თქმა უნდა ხა ბაიდენი აქ მეორე ფრონტს არ მოითხოვდა იმიტომ რომ რეალურად დიდი ალბათობით და დამტკიცებული რომ პირველი ფრონტიც არ უნდოდა ხო მაგრამ რა კი დაიწყო მე რა უნდა ქნა ფაქტია რომ ნუ ყოველ შემთხვევაში სხვა ფორმები ჩანს რომ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით უკრაინისთვის ეს არ იქნებოდა ურიგო აქ მეორე სამხედრო თვალსაზრისით აქ მეორე ფრონტის სამი ანუ მე არა ვარ სამხედრო მოიწოს სხვა რაღაც ანუ კურსკი ჩათვალე რომ იყო მეორე ფრონტი რეალურად კურსკის ოპერაცია როცა შეიჭრა უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე. კი ბატონო, მაგრამ ნუ კარგი, ეგ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ისე სამი დღე და რამე რუსეთ-თურქეთის საზღვრის აღდგენა რანაირად შედიოდა ეხა ამერიკის ინტერესში, ეგ შორს წაგვიყვანს ეგ. კი ბატონო, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, დაველოდოთ მოვლენებს როგორ გამეთარდება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ამ საინტერესო დისკუსიისთვის და იმედია რომ შემდგომ კიდე გვექნება საშუალება გავაგრძელოთ ეს შეხვედრა. ჩვენ კი გემშვიდობებით დღევანდელი ეთერი დასრულებულია, ეთერში დავბრუნდებით 5 ჩათვლით.